სასურველი ჩვენების მისაღებად ციხის ბადრაგმა ახალგაზრდა კაცი აწამა. ყოფილი პატიმარი ძალადობის ფაქტებს ფორმულასთან იხსენებს და ამბობს, რომ მის ცემაში სპეცრაზმელებიც მონაწილეობდნენ. ამავე რეპორტაჟის თანახმად სავარაუდოდ წამების შედეგად მიღებული სასურველი ჩვენების საფუძველზე უდანაშაულო ადამიანმა ციხეში 11 წელი გაატარა. პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის 6 ქართველს 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად ედებოდათ რუსი კლასიკოსების მილიონობით ევროს ღირებულების გამოცემების მოპარვა. გამოძიების ინფორმაციით კრიმინალური ქსელის წევრები ბიბლიოთეკებიდან ორიგინალ წიგნებს იპარავდნენ და მათ ზუსტი ყალბი ასლებით ანაცვლებდნენ. გამომძიებლები ეჭობენ, რომ დანაშაულებრივი სქემა შესაძლოა რუსეთთან იყოს დაკავშირებული. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემის ქართველ კაპიტანს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 47 წლის ავთანდილ კალანდაძემ ბრალი აღიარა. ის იანვარში ამერიკის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით კალანდაძე ტანკერ ბელა 1-ის კაპიტანი იყო და წარსულში ირანული და ვენესუელური კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა. ამერიკული სასამართლო კალანდაძის განაჩენს 7 აგვისტოს გამოაცხადებს. 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხედრო ხარჯებმა რეკორდულ ნიშნულს თითქმის 6 ტრილიონ რუბლს მიაღწია. რუსეთის მიერ დახარჯული თითქმის ყოველი მეორე რუბლი არმიაზე, სამხედროების ხელფასებსა და იარაღის წარმოებაზე იხარჯება.